არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ბოლო კვირებში უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობაში ქაოსი ისუფლებს. ყოფილი თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი აღარ არის თანამდებობაზე. როგორც ჩანს, ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც პოლიტიკური ნების ბრძოლა წააგო უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკისთან. უნდა ვთქვათ, ყოფილი მთავარსარდალი. სირსკიც დავიდა. პოპულარული ფედოროვის გადაყენების გამო უკმაყოფილების მსხვერპლი. პუტინი ამ ყველაფერს უზარმაზარი ღიმილით უყურებდა. მაგრამ ეს ღიმილი მთლიანად გაუქრა. მოწოლილი არეულობის შემდეგ დგება გარდამტეხი მომენტი. ლეგენდარული ადამიანი ახლახან ჩაუდგა უკრაინის არმიას სათავეში. ის ბრძოლის ველზე ლეგენდა, რუსეთის ყველაზე საშინელი კოშმარი და ის ჩამოვიდა, რომ უხელმძღვანელოს უკრაინას რუსეთის საომარი მანქანის დამარცხებაში. პუტინს ძალიან უნდა ღელავდეს. ჩვენ აგიხსნით რატო. 24 ივლისს ყველაფერი ოფიციალურად გაფორმდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი მიხაილო დრაპეჩი მსოფლიოს წარუდგინეს. მან ისაუბრა იმ გამოწვევაზე, რომელიც წინ არის, არა მხოლოდ მისთვის, არამედ მთელი უკრაინისთვის. როდესაც ის ცდილობს პუტინის შეჭრის მოგერიებას, რომელიც ახლა უკვე მეხუთე წელს ითვლის. დრაპეჩიმ სამხედრო ძალების ყველა მიმართულებით ერთიანობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ის შედეგებზე იმუშავებს და არა პოლიტიკაზე. დრაპეჩიმ ასევე 4 პრიორიტეტი დაასახელა, რომელთაგან ერთია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, ასევე ქვეყნის რუსეთის წინააღმდეგ დამთხმელი ძალის გაზრდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო კომპონენტის განვითარება და მასშტაბირება და ყველა ზედმეტი ბიუროკრატიის აღმოფხვრა. ეს ყველაფერი ძალიან ფიოდოროვის სტილს გავს ჩვენთვის. და როგორც მალე განვიხილოთ, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ უკრაინის გადაყენებულ თავდაცვის მინისტრს შეიძლება ჰქონდეს გზა თავის წინა პოზიციაზე დაბრუნებისთვის. მაგრამ ეხლა ეს დრაპეჩის ეხება. გითხარით, რომ ის რუსეთისთვის კოშმარია და რომ გაიგოთ რატო, მიგიყვანთ სამხრეთ-აღმოსავლეთის ქალაქ მარიუპოლში. 2014 წლის მაისში პრორუსმა სეპარატისტებმა ბარიკადა ააგეს, რათა უკრაინის არმიას ქალაქზე კონტროლის აღდგენა შეეძლო. ის ბარიკადა ვერ გაამართლა. მიზეზი ის იყო, რომ ჯავშან მანქანა გიჟური სიჩქარით შეეჯახა ბარიკადას და გაარღვია ის, რაც სეპარატისტებს ჰქონდათ აშენებული. ამ ხვრელმა კიდევ ერთ ჯავშან მანქანას მისცე საშუალება გაევლო და შიგნით მყოფმა ჯარისკაცებმა შეძლეს პოლიციელების სიცოცხლის გადარჩენა, რომლებსაც სეპარატისტები მარიუპოლის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში მძევლად ჰყავდათ აყვანილი. იმ მანქანაში, რომელმაც ბარიკადა გაარღვია, ოპტაგან ერთ-ერთი იყო მიხაილო დრაპეჩი. ერთ-ერთ შემთხვევაში დრაპეჩი გმირი გახდა. მისი გმირობის ვიდეო მთელ სოციალურ მედიაში გავრცელდა, რადგან ახალგაზრდა ჯარისკაცმა აღიარება მიიღო იმისთვის, რომ როგორღაც თავისი დანაყოფი უიმედო მდგომარეობიდან გამარჯვებამდე მიიყვანა. რა თქმა უნდა, ერთი ვირუსული გმირობის აქტი არ ნიშნავს, რომ ეს უკრაინის მთავარსარდლის პოსტისთვის საკმარისი კვალიფიკაცია. თუმცა რაც დრაპეჩის გმირობამ 2014 წელს უკრაინას უჩვენა, იყო ის, რომ ის არის ადამიანი, რომელიც სიტუაციებს მტკიცედ მართავს. ის არ ცდილობს თავი შეიკავოს, ის იბრძვის გამარჯვებისთვის. უკრაინას ახლა სწორედ ეს სჭირდება და მისი ჯარისკაცები მოხარულნი არიან ბოლო დანიშნით. დღევანდელ უკრაინაში ამ პოზიციაზე უკეთესი ადამიანი არ არსებობს. როგორც ერთმა ჯარისკაცმა BBC-ს უთხრა, რითაც მიანიშნებდა, რომ დრაპეჩი ბევრად მეტია ვიდრე ერთი ვიდეო, სადაც ის ჯავშან ტექნიკით ბარიკადას ანგრევს. კიდევ ერთმა ანონიმურმა ოფიცერმა, რომელმაც 2025 წლის ივნისში ისაუბრა ახალ მთავარსარდალზე, თქვა, დრაპეჩი შედარებით ახალგაზრდა გენერალია. ის ნიჭიერია. მას ყოველთვის აგზავნიდნენ ისეთ ადგილებში, სადაც მდგომარეობა უკიდურესად რთული იყო. კიდევ ერთი ჯარისკაცი, არტემ კარიაკინი, ამბობს Kyiv Independence. დრაპეჩი უზარმაზარ პატივისცემას იმსახურებს უკრაინის სამხედროებში, რაც ძალიან რთული მოსაპოვებელია. ცხადია, ამ ახალგაზრდა გენერლის შესახებ ბევრად მეტი რამ არის, ვიდრე ერთი ვიდეოსგან ჩანს, მაგრამ ალბათ საუკეთესო გზა იმის გასაგებად, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს ახალი დანიშნა უკრაინისთვის, მოდის რუსი ოკუპანტების რეაქციებიდან, როცა მათ ეს ამბავი გაიგეს. რუსები გაბრაზებულები არიან. მათ იციან, რომ დრაპეჩი ძალიან საშიში კაცია. 22 ივლისის ანგარიში Kyiv Independence-ში გენერლის ოფიციალურ წარდგენამდე ეს ხაზგასმულია. რუსი სამხედრო ბლოგერი კირილ ფედოროვი, რომელსაც თავისი Telegram არხზე 500,000 გამომწერი ჰყავს, სწრაფად ატეხა განგაში, როცა გააზიარა ჯავშან ტექნიკის უკვე ცნობილი ვიდეო. მას ვძულვართ და თან მუდმივად ვძულვართ. ეს ნიშნავს, რომ ის ეცდება მობგლას. მორალური შეზღუდვების მიუხედავად, ფიოდოროვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ დრაპეჩი არის ადამიანი, რომელიც არ შეიცალებს რუს ოკუპანტებს. სხვაებმა დრაპეჩის ასაკი შეშფოთების მიზეზად დაასახელეს. ის 43 წლის და უკრაინის სამხედრო ძალების რიგებში დაწინაურდა და ომი ბატალიონის მეთაურად დაიწყო ომის დაწყებისას. სხვა ბლოგერმა აღნიშნა, რომ ეს ძალიან ცუდი ამბავია რუსეთისთვის. ეს ნიშნავს, რომ დრაპეჩიმ ნახა ფრონტის ხაზი, იცის რა არის საჭირო და განსხვავებით მისი წინამორბედისგან, ის ომის თანამედროვე წესებშია გაწვრთნილი და არა საბჭოთა ეპოქის საბრძოლო მეთოდებში. ზოგადი აზრი ასეთია, რომ დრაპეჩი შეასუსტებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაწესებულ შეზღუდვებს, განსაკუთრებით მის უპილოტო დანაყოფებს. და თუ ეს მოხდება, ეს კატასტროფული იქნება ფრონტზე მყოფი რუსი ჯარისკაცებისთვის. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ რუსები.
მაგრამ მთელი ამ ხმაურის, ვირუსული ვიდეოებისა და რუსული შიშის უკან საჭიროა კითხვების დასმა. ვინ არის სინამდვილეში მიხაილო დრაპეჩი და არის თუ არა ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია უკრაინა რუსეთზე გამარჯვებამდე მიიყვანოს? ამ კითხვებიდან პირველით რომ დავიწყოთ, ერთი რამ რაც ზუსტად ვიცით, არის ის რომ დრაპეჩი ძალიან განსხვავდება მის წინამორბედ ოლექსანდრ სირსკისგან. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის მხოლოდ 17 წელია სხვაობა, ეს ორი ადამიანი სამხედრო აზროვნების სრულიად განსხვავებული სკოლებიმდე სკოლებიდან მოდიან. სირსკი უკრაინისთვის მნიშვნელოვანი იყო. 4-სკლავიანი გენერლის ტაქტიკა. გადამწყვეტი იყო რუსეთის მცდელობისას კიევის დაპყრობისას 2022 წლის დასაწყისში. რადგან სწორედ მისი წყალობით უკრაინამ შეძლო პუტინის მიერ ქალაქისკენ გაგზავნილი მექანიზებული კოლონების მანევრებით შემოლა. სირსკი ასევე მიიჩნევა კურსკში უკრაინის საპასუხო შეჭრის მთავარ შემოქმედად 2024 წლის აგვისტოში, რაც პუტინს საშინელ მდგომარეობაში აკენებდა, რადგან გამოაჩინა რუსეთის ეგრეთ წოდებული დიდი დამცველი, როგორც ადამიანი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად დაუშვებდა რუსეთის მიწაზე შეჭრას. თუმცა სირსკი ომს უფრო და უფრო მოძველებული მეთოდებით აწარმოებდა, რომელმაც 1980-იან წლებში მოსკოვის სამხედრო აკადემიაში მიიღო განათლება და ერთ დროს მიიჩნეოდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამდე რუსეთის ერთ-ერთი მომავალი წამყვანი სარდალი იქნებოდა. სირსკი ვერასდროს სრულად გაექცა ომისადმი რუსულ მიდგომას. მისი საკუთარი ჯარისკაცები მას თან სცემდნენ პატივს და თან ეშინოდათ მისი ერთნაირად. მას ყასაბს ეძახდნენ, რადგან თითქოს ადამიანური დანაკარგების მიმართ გულგრილი იყო. ეს დამოკიდებულება შეიძლება რუსეთში გასდიოდეს, მაგრამ უკრაინაში, რომელსაც ბევრად მცირე მოსახლეობა ჰყავს და მოწინააღმდეგესთან აქვს საქმე, რომელიც რიცხობრივად აღემატება. მეთქი, მეჯალათი შეიძლება არ იყოს სწორი ადამიანი ამ საქმისთვის. უკრაინამ ბოლო 4,5 წლის განმავლობაში ომის ახალი მეთოდი შეიმუშავა. ქვეყნის სამხედროების ბევრი ფიქრობს, რომ ეს ნიშნავს, რომ სირსკის და მისი ტაქტიკა მოძველებულია. საპირისპიროდ, დრაპეჩი წარმოადგენს უკრაინული სამხედრო აზროვნების ახალ სკოლას. თავისუფალი საბჭოთა ბორკილებისგან ის აერთიანებს დასავლურ აზროვნებას და უკრაინის საკუთარ დრონებზე დაფუძნებულ სტრატეგიას. ის ბევრად მეტია ვიდრე ის ადამიანი, რომელიც მარიუპოლში იმ მანქანას მეთაურობდა, რომელმაც ბარიკადა გაარღვია. BBC იუწყება, რომ მან 2021 წელს უნივერსიტეტში სტრატეგიული და ოპერაციული მომზადების გასაგრძელებლად დაბრუნდა და კურსის დასრულებისას უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტად აღიარებულს საპატიო ხმალი გადასცეს. რუსეთთან ომში დრაპეჩიმ რამდენიმე ოპერაციული ჯგუფი უხელმძღვანელად და წარმატებას მიაღწია ხერსონში და დნიპროპეტროვსკში, სადაც მისმა ჯგუფებმა რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს, ასევე კრივი რიხშიც, სადაც მან და მისმა ჯარისკაცებმა შეძლეს რუსი ოკუპანტების უკან დახევა. ბოლო წლებში დრაპეჩი უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდლად მსახურობდა. და სწორედ ამ პოზიციაზე ყოფნისას გავცელდა ხმები, რომ მასსა და სირსკის შორის დაძაბულობა წარმოიშვა. ჰედოროვის მსგავსად დრაპეჩიც სურს, რომ უკრაინამ ომის ახალი ტიპით იომოს, რაც სირსკისთვის და მის საბჭოთა სკოლაში გაწვრთნილ მიდგომას უცხოა. ომი, რომელიც უკრაინას რეალურად შეუძლია მოიგოს. ზოგი სირსკის მიიჩნევს ადამიანად, რომელმაც იცის როგორ დაიცვას, მაგრამ ასევე ადამიანად, რომელსაც მომავლის ხედვა აკლია, რომელსაც იცის როგორ დაიცვას, მაგრამ ასევე როგორც ადამიანს, რომელსაც მომავლის ხედვა აკლია. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის დრონები ახლა უფრო მეც ანადგურებენ ვიდრე ოდესმე, სირსკი მაინც იმაზე რჩება, რაც ასწავლეს. მოგების ხედვის არ ქონა ცუდი არ იყო ომის ადრეულ წლებში, როცა მიზანი იყო იმდენ ხანს დაცვა, რომ რუსეთს გადაეწყვიტა უკრაინის აღება. იმაზე მეტი პრობლემა იყო ვიდრე ღირდა. მაგრამ ეხლა 2026 წელია. პუტინმა უკვე დიდი ხანია დაამტკიცა, რომ შეჩერებას არ აპირებს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დაიშლება რუსეთის სამხედრო ძალა. უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ გაძლოს და გადარჩეს. მას უნდა გაიმარჯვოს. დრაპეჩის დანიშვნა სწორედ ამ გამარჯვების მისაღწევად ხდება. ეს არაფერს აკლებს სირსკის, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უკრაინის აქამდე მოყვანაში და უკრაინის მთავარსარდლის რანგში ბოლო სიტყვაში სირსკი ერთდროულად დიპლომატიური და გულახდილი იყო, როგორც საკუთარი თავის, ისე იმ არმიის მიმართ, რომელსაც ტოვებს. ჩემ მემკვიდრეს გადავცემ არმიას, რომელიც მხოლოდ ფრონტის ხაზს კი არ იცავს, არამედ შეტევით მდგომარეობაშია, ინიციატივით, სტრუქტურით, ადამიანებით, რომლებიც იციან როგორ დაარტყან მტერს. და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს შეტევა გაგრძელდება. ყველაფერი, რაც ამისთვის საჭიროა, ადგილზეა. სირსკიმ თქვა, შემდეგ კი დაამატა. ეს ადრეაც თქვი და დღესაც ვიმეორებ. ჩემი საქმე ომია. პოზიციები იცვლება, მაგრამ ეს პრინციპი არ იცვლება. რომელიც არ უნდა იყოს ჩემი სტატუსი, უკრაინას გამარჯვებამდე ვემსახურები. გადაბარება მოხდა სირსკი, როგორც ჩანს მზად არის უკანა პლანზე გადავიდეს, რათა ტრანზიცია მშვიდობიანად განხორციელდეს. ეს დიდი პლუსია დრაპეჩისთვის, როცა ის ახალ როლს იწყებს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ დრაპეჩი კვალიფიცირებულად გამოიხურება და საკმარისი თვისებები აქვს, რომ რუსულ რიგებში შიში გამოიწვიოს, მაინც უნდა დავსვათ კითხვა, რამდენად დიდ განსხვავებას შეძლებს დრაპეჩი შეიტანოს. მისი დანიშვნა ყველასთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ ის რას გააკეთებს უკრაინის სამხედრო ძალებისთვის ნამდვილად თამაშის წესებს შეცვის. დრაპეჩის აქვს პოტენციალი იყოს ის ადამიანი, ვინც უკრაინას პუტინის საომარი მანქანის დამარცხებაში წარუძღვება. მაგრამ სანამ ავხსნით რატომ, თქვენ უყურებთ სამხედრო გადაცემას. თუ ჯერ არხზე არ ხართ გამოწერილი, ეხლა საუკეთესო დროა ამის გასაკეთებლად. და თუ გსურთ ჩვენი ვიდეოები მაშინვე ნახოთ, როგორც კი გამოქვეყნდება, არ დაგავიწყდეთ შეტყობინებების ჩართვა. ერთია, რაც დრაპეჩი უკრაინის სამხედროებს ყველაზე მეტად აძლევს, ეს არის იმედი. ჩვენ ამას ვხედავთ იმ ჯარისკაცების სიტყვებში, რომლებსაც მის დაქვემდებარებაში მსახურება მოუწევთ და აღნიშნავენ, რომ დრაპეჩი იმ ახალი თაობის ოფიცერთა ნაწილია, რომლებიც ომის დროს ჩამოყალიბდნენ. ოფიმა თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმაც ასევე შთააგონა მსგავსი იმედი.
ჩვენ ამას ვხედავთ ივრის ზღვის გამოხატვაში, რომელიც უკრაინის ქუჩებში მის გათავისუფლებას მოჰყვა. როდესაც საპროტესტო აქციებმა უკრაინის უმაღლესი სარდლობა გააკრიტიკეს, თითქოს ისინი ცდილობენ თავიდან მოიცილონ ახალგაზრდა ოფიცრები, რომლებიც კორუფციასთან ბრძოლასა და უკრაინის სამხედრო ძალებში არსებული ბიუროკრატიის დაძლევას ცდილობენ. დრაპეჩი თან მოაქვს იგივე ცვლილებების დაპირება, რაც ფედოროვს სურდა განეხორციელებინა. ის უკრაინის სამხედრო ძალებს იმედს აძლევს. ნუ დააკნინებთ იმედის ძალას. განსაკუთრებით ახლა, როცა უკრაინის არმია მიუხედავად ეფექტურობისა, სხვადასხვა მორალისა და პირადი შემადგენლობის სხვადასხვა ციობის სხვადასხვა სირთულეს ეჭიდავება. ზამთარში უკრაინამ თავისი ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი გამოიარა. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მასიური დაბომბვის შედეგად, როცა გათბობა გაითიშა, მშვიდობიანი მოსახლეობა სიცივეში კანკალებდა. ბევრმა სხვამ ელექტროენერგიასა და წყალზე წვდომა დაკარგა. ერთ მომენტში კიევის 70%-ს ელექტროენერგია არ ჰქონდა, როდესაც ტემპერატურა -20 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა. ეს ყველაფერი რუსეთის განზრახვით ხდება. უკრაინის ხალხის დასატერორებლად და საბოლოოდ ისინი ომით იმდენად დაიღლებიან, რომ პუტინის ნებას დაემორჩილებიან. ასეთი მიდგომაა ყოველ შემთხვევაში და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ კარგად შეძლო აღდგენა, მას ასევე აქვს ცოცხალი ძალის კრიზისი, რომელიც დიდწილად წარმოიშვა იმიტომ, რომ პოტენციური ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე დაღუპების ეშინიათ. იანვარში უსაფრთხოებისა და კონტრტერორიზმის ტაქტიკის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ დაახლოებით 200,000 უკრაინელი ჯარისკაცი თვითნებურად არ გამოცხადდა სამსახურში და კიდევ 2 მილიონი მოქალაქე იძებნება სავალდებულო სამხედრო სამსახურის თავიდან აცილების გამო. პატრიოტული მობილიზაცია, რომელიც უკრაინას ამდენი ხანი ემსახურებოდა, თანდათან სუსტდება. წინააღმდეგესთან დაპირისპირება, რომლის მოსახლეობაც 4-ჯერ აღემატება უკრაინისას, შეიძლება მომაკვდინებელი აღმოჩნდეს. სივსკის რეპუტაციას როგორც ყასაბს შესაძლოა თავისი როლი ჰქონდა. შეიძლება საქმე იმაში არ არის, რომ უკრაინელებს არ სურთ ბრძოლა, არამედ უფრო იმაში, რომ მათ არ სურთ შეტევებში გაგზავნონ, როცა ხედავენ, რომ დრონები, სახმელეთო რობოტები და სხვა ტექნოლოგიები ბევრად უფრო ეფექტურია. ეს გარკვეულწილად ვარაუდია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ბევრი ადამიანი, ვინც დრაპეჩისთან მუშაობდა, ამბობს, რომ ის განსხვავებულ მიდგომას იჩენს. ამ ჯარისკაცთაგან ერთ-ერთი, პოლკოვნიკი ოლექსანდრ ვოდოვიჩენკო, პრავდას ეუბნება. დრაპეჩი არასდროს აყენებდა უაზრო როდესაც ის ოპერაციების დაგეგმვისას სარდლების ანგარიშებს ისმენდა, ის ყოველთვის ეძებდა გზებს, რომ საქმე მინიმალური დანაკარგებით გაეკეთებინა. სწორედ ამაშია იმედი. თუ დრაპეჩი შეძლებს იგივე მიდგომა დანერგოს უკრაინის მთელ სამხედრო ძალებში, იმედი ისაა, რომ ის მიაღწევს იგივე ან უკეთეს შედეგებს ვიდრე სივსკი, მაგრამ ნაკლები დანაკარგებით. და თუ ის დაამტკიცებს, რომ არის ადამიანი, რომელიც ზრუნავს მის დაქვემდებარებაში მყოფ ჯარისკაცებზე, იმედია, რომ ის ასევე შეძლებს წაახალისოს ისინი, ვინც ადრე თავი არის და გაწვევას, რომ შეუერთდნენ სამხედრო ძალებს და იბრძოლონ. თუმცა ეს ყველაფერი უფრო ადვიესათქმელია ვიდრე გასაკეთებელი. მხოლოდ იმედი ომს ვერ იგებს. ეხლა რაც დრაპეჩიმ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ შეასრულოს ის დაპირებები, რაც უკრაინის ახალ მთავარსარდლად დანიშვნისას გასცა. მას თითქმის საყოველთაო მხარდაჭერა აქვს ხალხის და არმიის მხრიდან. ის ასევე ცნობილია როგორც საბჭოთა სტილის აზროვნების კრიტიკოსი და იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დრონებით ბრძოლის გამოყენება დაიწყო, რაც უკრაინას ძალიან დაეხმარა რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვაში. როგორც გარდიანი აღნიშნავს, დრაპეჩი ნიშნავს გამიჯვნას. არა მხოლოდ საბჭოთა სტილის ტაქტიკებისგან, არამედ საბჭოთა სტილის სარდლობის სტრუქტურებისგანაც, რომლებიც ჯერ კიდევ გავრცელებულია უკრაინის სამხედრო ძალებში. სწორედ აქ იქნება სავარაუდოდ მისი ყურადღების ცენტრი მომდევნო თვეებში. ამ ძველი სტრუქტურების დაშლა და მათი ახალი სტრუქტურებით ჩანაცვლება, სადაც უმცროს ოფიცრებს ენიჭებათ პასუხისმგებლობა და მათგან მოითხოვება პასუხი საკუთარ ქმედებებზე. საკმაოდ დეცენტრალიზებული მართვა, რაც ნდობასა და მიკრომენეჯმენტის ნაკლებობას აჩვენებს. შეიძლება სწორედ ამას სთავაზობდეს დრაპეჩი უკრაინის სარდლობის სტრუქტურებს. სანამ ეს ცვლილება რეალურად განხორციელდება, ჯერ კიდევ გასარკვევია. ეს ნამდვილად არ იქნება დრაპეჩი მოსაოდნელია, რომ გააუმჯობესებს ბრძოლის ველის მართვას და უკრაინის არმიის ყოველდღიურ ფუნქციონირებას, მაგრამ მისი უფრო ფართო გამოწვევა, სარდლობის სტრუქტურების შეცვლა, შეიძლება თვეებიან ან თუნდაც წლები დასჭირდეს გადასაჭრელად. თუმცა დრაპეჩი ისეთი ადამიანია, რომელიც როგორც ჩანს, მზადაა ამ გამოწვევების გადასაჭრელად და სწორედ ეს აშინებს რუსეთს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ დრონების სფეროში პროგრესი აჩვენა, რუსეთს ნაწილობრივ შეეძლო დაეჯერებინა, რომ უკრაინა იბრძოლებდა იმგვარად, რაც მის ომის ტიპს შეესაბამებოდა. სივსკი ბოლოს და ბოლოს მოსკოვის სამხედრო აკადემიების აღზრდილი იყო. ეს მას ისეთ ადამიანად აქცევდა, რომ ის პროგნოზირებაც გარკვეულ დონეზე შეიძლებოდა. დრაპეჩი იგივე ტიპის ლიდერი არ არის. ის ძალიან განსხვავებულია და ის არ არის ისეთი ადამიანი, რომელზეც რუსეთს ადვილად შეუძლია გავლენის მოხდენა, რაც მას კოშმარად აქცევს. დრაპეჩის სახით უკრაინას ყავს ადამიანი, რომელიც თანამედროვე ომის სტილის მხარდამჭერია, რამაც ქვეყანას მისცა შესაძლებლობა მიაღწია ამდენი დადებითი შედეგისთვის, განსაკუთრებით 2026 წელს. დაამატეთ ამას მისი რეალური საბრძოლო გამოცდილება, რომელიც უკრაინაში წინა ხაზზე მსახურობიდან აქვს. და დრაპეჩი შეიძლება იყოს ის ადამიანი, რომელიც მოახდენს იმ ცვლილებას, რომელიც დაფუძნებულია იმაზე, რაც უკრაინის ჯარისკაცებს რეალურად სჭირდებათ. ინოვაცია და მუდმივი ადაპტაცია. ასევე თუ დრაპეჩი შეძლებს გაანეიტრალოს ის კონფლიქტები, რომლებიც უკრაინის არმიას და თავდაცვის სამინისტროს შორის გაჩნდა, ეს უზარმაზარი ბონუსი იქნება. და ეს საინტერესოა პირდაპირ გვაბრუნებს იმ კინკაცთან, რომელიც ვიდეოს დასაწყისში ვახსენეთ. მიხაილო ფედოროვი. ჩვენ ადრე ვახსენეთ, რომ დრაპეჩისა და ფედოროვის მიზნები უკრაინის სამხედრო ძალებისთვის თითქოს ემთხვეოდა. ფედოროვის დაკარგვის გამო ატეხილი აჟიოტაჟიც დრაპეჩის ყურადღებას არ გამორჩენია. ისევე როგორც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ყურადღებასაც. შეიძლება თუ არა დრაპეჩის დანიშვნა გაუხსნას გზა ფედოროვის დაბრუნებას იმ პოზიციაზე, საიდანაც ის სულ რამდენიმე კვირის წინ მოხსნეს. ეს შესაძლებელია.
უკრაინას ჯერ კიდევ არ დაუნიშნავს მუდმივი თავდაცვის მინისტრი ფედოროვის გადაყენების შემდეგ. ყოფილი დაზვერვის უფროსი იევგენი კამარა ამჟამად იკავებს ამ პოზიციას. თუმცა დროებით, რადგან უკრაინის პარლამენტი ის შემცვლელზე კენჭისყრისთვის ემზადებ. შესაძლოა შემცვლელი საჭიროება არც იყოს. სიივსკის წასვლის შემდეგ ფიოდოროვის სახელი შეიძლება ისევ განიხილებოდეს. ფიოდოროვი თავად ამბობს, რომ ზელენსკიმ მას სხვა თანამდებობებიც შესთავაზა, მაგრამ ის უარს ამბობს მათ მიღებაზე, რადგან მიაჩნია, რომ უკრაინის არმიაში ნამდვილი ცვლილებების განხორციელება მხოლოდ სამ პოზიციაზეა შესაძლებელი. ამ სამიდან ორი პოზიცია, პრეზიდენტი და მთავარსარდალი, უკვე დაკავებულია. მესამე კი ის თანამდებობაა, რომელიც ფიოდოროვს სულ რამდენიმე კვირის წინ ეკავა, თავდაცვის მინისტრი. თეოდოროვმა უარი თქვა ვიცე-პრემიერის როლზეც კი, რითაც აჩვენა თავისი რწმენა იმ საქმისადმი, რომელსაც ის მნიშვნელოვან საქმედ მიიჩნევს. ტრაპეჩიც, როგორც ჩანს, ფიოდოროვის მხარდამჭერია. როცა ფიოდოროვი და სირსკი ივლისის დასაწყისში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ტრაპეჩი გამოვიდა ფიოდოროვის მხარდასაჭერად და მას თავდაცვის სამინისტროში შეიარაღებული ძალების პარტნიორი უწოდა. და ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს საჭიროებებს აკმაყოფილებს, არამედ მიდგომის ცვლილებებსაც უწყობს ხელს. უფრო სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და მხარდაჭერა მათთვის, ვინც მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილებებზე. ფიოდოროვი, როგორც ჩანს, იმავე განწყობას იზიარებს და ზელენსკისთან შეხვედრების დროს მხარს უჭერს ტრაპეჩის. სადაც პრავდა იუწყება, რომ მან დაასაბუთა ტრაპეჩისთვის მიეცათ ის თანამდებობა, რომელიც ახლა უკავია. ჩვენ აქ გარკვეულ სინერგიას ვხედავთ. დიდი პოტენციალია, რომ უკრაინის სამხედრო ძალებმა და თავდაცვის სამინისტრომ უკეთესად შეათანხმონ მოქმედებები, ვიდრე ოდესმე აქამდე. ბარიერი, რომელიც არსებობს, შეიძლება თავად ზელენსკი იყოს. იქნება თუ არა ის მზად გადაყლაპოს თავისი სიამაყე და ფედოროვი კვლავ დააბრუნოს თანამდებობაზე. სიივსკის გადაყენება მიუთითებს, რომ შეიძლება ასე იყოს და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდია. თუმცა არ გვიკვირდება თუ იხილავთ ფიოდოროვის დაბრუნებას. რაც უკრაინისთვის გარდაქმნის პერიოდის დასაწყის მოასწავებს და საბოლოოდ გაათავისუფლებს მას საბჭოთა წარსულის ბოლო ბორკილებისგან. რაც არ უნდა მოხდეს შემდეგ, ტრაპეჩის სწრაფად მუშაობა სჭირდება. სექტემბერი სწრაფად ახლოვდება და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ შესანიშნავად შეძლო რუსეთის მიერ 2026 წელს დაწყებული გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევის მოგერიება, მეტი კიდევ იქნება, როცა შემოდგომა დადგება. მოახლოებული სექტემბრის შეტევის შესახებ ცნობები ვრცელდება. ასევე არსებობს ხმები, რომ შესაძლოა შემოდგომაზე პუტინი საბოლოოდ იძულებული გახდეს, გადადგას მძიმე ნაბიჯი და თავის ხალხს მობილიზაცია თავზე მოახვიოს. ზელენსკიმ 24 ივლისს ამის შესახებ გააფრთხილა. თქვა, რომ პუტინი სავარაუდოდ სექტემბერში რუსეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ფართომასშტაბიან მობილიზაციას დაიწყებს. პუტინი აპირებს გააფართოოს ეს ომი. მას მეტი რუსი სჭირდება შეტევებში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ გვაქვს დაზვერვის ინფორმაცია, რომ რუსეთი ამ შემოდგომაზე მნიშვნელოვან მობილიზაციას ამზადებს. ზელენსკიმ ეს თავის ყოველდღიურ საღამოს მიმართვაში განაცხადა. თუ ასეა, მაშინ იმ გმირმა, რომელიც უკრაინამ ამ ახლახან დანიშნა მთავარსარდლად, სწრაფად უნდა იმოქმედოს. ბედნიერება და იმედი, რომელიც მის დანიშვნას ახლავს, უსასრულო არ არის. რაც უკრაინას ნამდვილად სჭირდება, ეს შედეგებია და ტრაპეჩი მეს უნდა უზრუნველყოს. კაცი, რომელიც ბრძოლაში ლეგენდად იქცა, ახლა უნდა დაამტკიცოს, რომ რუსეთისთვის სწორედ იმ კოშმარად იქცევა, რომლის იმედიც უკრაინის არმიას აქვს. თუ ვინმე ეს უნარი აქვს, როგორც ჩანს, ეს ტრაპეჩია. შემდეგი რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება. ამ თვეებმა შეიძლება როგორც უკრაინის, ისე რუსეთის ბედი გადაწყვიტოს. ერთი რეგიონი, რომელიც უკრაინის ახალი მთავარსარდლის დაუყოვნებელი ყურადღების ცენტრი იქნება, კონსტანტინიუკა. რუსეთმა განაცხადა, რომ მან აიღოს სიმაგრეთა სარტყლის საკვანძო ქალაქი. ეს ასე არ არის. საერთოდაც არა. ამის ნაცვლად, უკრაინამ რუსი ჯარისკაცები ქალაქში გენიალურ მახეში შეიტყვა და ამ მახის ამოქმედებით მათთვის დიდი დანაკარგები გამოიწვია. ეს ის ტიპის ოპერაცია, რომელზეც ტრაპეჩიმ უნდა ააგოს თავისი სტრატეგია და ყველაფერს ამ ოპერაციის შესახებ შეგიძლიათ ჩვენი ვიდეოს ხურებით გაეცნოთ. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო გადაცემა და დააწკაპუნოთ შეელჩეთ ობინების ზარზე, რომ ნახოთ მეტი ჩვენი ვიდეო უკრაინის სამხედრო ძალებში მიმდინარე ცვლილებების შესახებ და მადლობა როგორც ყოველთვის რომ უყურეთ.